გამარჯობათ მეგობრებო, შესაბამისად გამოვაწყე და დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს საკუთრებაში არსებული იარაღზე, ეს არის 12 კალიბრიანი თურქული წარმოების პომპიანი თოფი, დერია არცის წარმოება, დერია კარინა, მოდელი CMX-100. ეცა რაღაცა იგრი არ არის. რაღაცა გვაკლია, ეგ არის. აი ხლა უკვე ყველაფერი რიგზეა. მოკლედ ამას აგერ წამოვაყუდებ. აქცენტირება და ყველანაირად. მოკლედ ეს პადი რო ვიყიდე, მაშინ თქვი რომ მალე იარაღსაც შევიძენ მეთქი იმედია თქო. და კაი ადამიანების წყალობით იარაღი ადგილზეა. ჭირიც მოუსვქვეძე. მოკლედ როგორც იქნა, როგორც ბევრს მინდოდათ დარწმუნებული ვარ და მისურვებდით და მეც ძალიან გულით მინდოდა შევიძინე 15 სისტემის ნახევრად ავტომატური შაშხანა და დღეს გაგაცნობთ პირადად. ეს არის 5.56 კალიბრის ამერიკული წარმოების Armalite ფირმის R15. M15-ია მოდელი და არის 5.56 კალიბრის. ბევრი არაფერი. ჭიდი. მაგბულის პრობლემის სტანდარტული R15-ის ჭიდები, კალიბრი არის 5.56 45-ზე. ნუ მულტიკალიბრული 223-საც ისურის. ეს არის ციტაისტი. გაინტერესებთ ვაზნა. მეტი ამ ვაზნაში ვაზნად ცალკე სასაუბრო თემა და ჭირით, მაგრამ თვითონ იარაღზე ვისაუბროთ დღეს. აქედან მივყვეთ თუ აქედან. მარჯვენა უფრო იროლიანია და მოდი მარჯვნიდან დავიწყოთ. ნუ ხარხუნად იარაღი იყიდება სტანდარტული კონდახით, სახელურით და ასე შემდეგ. მთლად ახალი იარაღი არ მიყიდია, თითქმის ახალი ვიყიდე, რაღაცები შეცვლილი იყო, მე პატრონები მოაყოლა, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა პატივცემულს. კონდახი არის მაგპულის და სახელურით. არაფერი განსაკუთრებული, სტანდარტული მაგპულის კონდახია, ძალიან პატარა, კომპაქტური და ასე შემდეგ. და სახელური, თავის სახელურთან შედარებით გაცილებით კომპაქტური და კარგი სახელურია, ვიდრე ქართულად მოყვება თავისი. აქ არის შემდეგი გვაქვს სასხლეტი, რომელიც სტანდარტულ საარმიო სასხლეტთან შედარებით ცოტა შედარებით რბილია. ნუ ძალიან შორს არის პოპული სასხლეტობისგან და ასე შემდეგ, მაგრამ ერთსაფეხურიანი კიდევ ვიძახი საარმიო სასხლეტთან შედარებით საკმაოდ ისეთი რბილი იარაღია. შემდეგი არის კოლიმატორული სამიზნე, ამას მოყვა თავისი მაგნიფაიერიც, მაგრამ მაგნიფაიერის რატომაც ვერ შევეგვი, არ ვიცი და მონსტრუმის სტანდარტული კოლიმატორული სამიზნე აყენია ამ ეტაპზე Z. წირო გავიდეთ, თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდით არის აღჭურვილი. ვინცაც თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდს 2+-ი აქვს, ერთი ის რომ Z სიგრძეზე შეგიძლია სხვადასხვა აქსესუარების დაყენება, როგორც ჩემს შემთხვევაში, მაგრამ და წინა სახელური და ფანარია. მაგრამ აქვე ჩავაყვეხებ, რომ მაღაზია მეომაშია ნაყიდი. ძალიან კარგი ხარისხის ორივე ნივთებია, ბევრ რაღაცებს მიდროხმე, მოგვითხრა აქედან ბიჭებს და ძალიან დიდი მადლობა. თავისუფლად დაკიდებულ ჰენდგარდზე ვლაპარაკობდი და იმას ვამბობდი, რომ 1+-ის აქვს, რომ თელ სიგრძეზე ზემოდან პიკატინით არის და გვერდიდან სამაგრებით და შეგიძლია ყველაფერი დააყენო, რაც გინდა. მეორე ის არის, რომ ამ იმის კონფიგურაციის თავისუფლად დაკიდებულ ჰენდგარდს ლულასთან სახელურს, ხელის მოსწავლებს. ქართულად ესე უფრო სწორი იქნება. ლულასთან არ აქვს არანაირი შეხება. ანუ ლულას საერთოდ არ ეხება ეს, რაც აკეთებს ახლა. როდესაც იარაღი გვიჭირავს და ვისვრით ჩვენ,
იმის გარდა რომ ლულა ვიბრირებს და რაღაც ახევებს ასრულებს ჩვენს მოძრაობთ და აღარ არის ლულის ხევა იმდენად ჰარმონიული და იდეაში რაღაც დონით აფუჭებს ეს მოხვედრებს დიდი არაფერი ამ ლულის კონფიგურაციას და საბრძოლო იარაღზე რაც და გადასწრებულ სხვებას არ მოწევს, მაგრამ თუ მივად ზუსტ როლაზე და პრეტენზია გვექნება უფრო კარგად უნდა ვისროდეთ, მაშინ საკმაოდ შესამჩნევი გახდება ეს ყველაფერი. ამიტომ თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდი ძალიან მშვენიერია. ლულა ქრომილებული 11.5 ინჩი, ეს არის სადაც დაახლოებით 28 სანტიმეტრი. ამერიკელები ინჩებში ზომავებულას ეს კვანტურიც ამერიკელია და ამიტომ მეც ინჩებში მაქვს გაზომილი, არაფერი სტანდარტული საარმიო ალმაქრი აქვს წინ. მოკლედ ვეძებდი ძალიან მოკლე, ძალიან კომპაქტურ იარაღს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო ლულა ქრომირებული. რაღაცნაირი სხვადასხვა ბევრნაირი ლულები არსებობს, რომელიც ზოგი უკეთესად სროლას, ზოგი უფრო იმას, ზოგი ამას განაპირობებს და ასე შემდეგ. ძალიან დიდი არჩევანი რა, გემოვნების საკითხია, მაგრამ როგორც ბებე დრომოჭმულ ჯარისკაც მიჩვეულს ქართული ანდაზე ღვეუნება მიუჩვეულს ნუ მიაჩვეულ და მიჩვეულს ნუ გადააჩვენს ეს მიჩვეული ვარ ქრომირებული ლულებს და ამიტომ ლულა აუცილებლად უნდა ყოფილიყო ქრომირებული და აქ გვაქვს ქრომირებული ლულა შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო 5.56 ან მულტიკალიბრი და ესეც აქვს იარაღს მოკლედ რაც მინდოდა აი აბსოლუტურად ყველაფერს აკმაყოფილებს ქალაქისთვის არის იდეალური ვერსია თავდაცვისთვის და ასე შემდეგ სანადიროდ ინადირებ ადამიანი მეურნეობებში დაშვებულია მსხვილი ნადირზე ნადირობა ჩვენი კანონი და მონადირეები ამობენ იმასაც რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია ტაცებელზე და ნადირზეც იყოს შესაძლებელი ნადირობა ნახუთა მიმართულებით რა იქნება ამ ეტაპზე გაუშვებელია პრაქტიკული სროლისთვის და ვარჯიშისთვის ჩემთვის იდეალური ვარიანტია მართლა ზუსტად რასაც ვეძებდი, რაზეც წლები ოცნებობდი, არის ის მოქალაქე. ხანდახან მოტრიალო აქეთ რა აქვს. აქეთ არაფერი სტანდარტული ცალმიმართულებიანი ეს აქვს. რა ქვია, წველი, ცალხარეს და ეს ღილაკი, რომელიც აყენებს შემფერხებელს ან თავისუფლებს. მოხინათ ერთი მიმართულებიანი ჭირის გამომგდები ну არაფერი განსაკუთრებით სტანდარტული კონფიგურაციის art 15-ია, მოდი ასე ვთქვათ. განსხვავებულია მხოლოდ ზომებში. ну ეს გაწყობაც დაგაბნევთ, საერთოდ ბევრს მოსდის ხოლმე ესე განსაკუთრებით დამწყებს, როდესაც ყიდულობენ art 15-ს, განსაკუთრებით ეს art 15-ზე აკაზე იმენი ეს არის შოება, ნაწილები და ასე შემდეგ და ძალიან დიდ ბიუჯეტთან არის დაცავარია დაკავშირებული. ну art 15-თან შედარებით. არ არის ხელმისაწვდომი ყველა ნაწილი და ამისი იმდენი რაღაცა იშოვება, ბევრი როკნოსოვი ვერ გაუგია რა ჭირდება, რა არ ჭირდება და 1000-ნაირად რაღაცებს აკეთებენ. მინიმალისტურად ჩემს საჭიროებზე 100% მოგებულია. ეხლა გავხსნათ და შიგნითაც ჩავიხედოთ, ვინც არის და ეს ორი პინით იხსნება. მიაწვევით, გამოდის. ხნაც. აი კიდევ ერთი პლუსი რაც ამ კონკრეტული იარაღს გააჩნია არის ის რომ პინები ჩამაგრებულია, ანუ თუ რაიმე მტკუნება მოხდა და ასე შემდეგ და ველზე მოგვიწია იარაღის დაშლა და მომსახურება, აი ამ პინებს უბრალოდ არ დავკარგავთ. ამ თავისუფლოთ. გამოვიდეთ. ესეც ну გადასატანის სახელური არაფერი სტანდარტული თარმოყოლი ერთხმიანი გადასატანის სახელურია და აქაც დიდი განსაკუთრებული არაფერი. იარაღი მაინც აუწმინდო და მაგრამ მოდი დავშალოთ. დავუჯერ მომდენი ვისროლე. ჩვენ იარაღი დაშლილია. ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიყიდე, დიდი ვალოვანი პატრონის ყოფილს რომ ასე კარგად უვლიდა ამ იარაღს. სულ ეს არის რა, ჩვენი art 15 მეტი არაფერი განსაკუთრებული. დიდი მადლობა თქვენ, ჩემს გამომწერებს ვინც მიყურეთ, იმიტომ რომ თქვენს გარეშე არც ეს პროექტი არსებობდა და შესაძლებელია სავსებით ეს იარაღიც არ მქონოდა მე.
ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩემს ახლობლებს და გარშემო ადამიანებს, ვინც ეს იარაღი მიყიდა, განსაკუთრებით იმ ერთ პიროვნებას, ვინც ამ ყველაფერს დიდი ზემოდანის გვირგვინი დაადგა. მე მაყოფილი ვარ. იმედ გისურვებთ უყოლას, ვისაც იარაღი გყვართ, თქვენი ოცნების და აი ზუსტად მართლა იმდენად თქვენთვის სასურველი იარაღი და თქვენი კონფიგურაციის იარაღი გქონდეთ, რამდენადაც მე აი მართლა იდეალური ვარიანტია ჩემთვის, აი ზუსტად ის, რაზეც წლების განმავლობაში ოცნებობდი არის ეს. მოშეხვედრებთ.